ძუძუს კიბო მსოფლიოში ქალთა შორის ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, რომლის დამარცხების მთავარი იარაღი ადრეული დიაგნოსტიკაა. დაავადების საწყის ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტთა გადარჩენის მაჩვენებელი თითქმის 100%-ს აღწევს. თუმცა თანამედროვე მედიცინის დიდ გამოწვევას აგრესიული ინტერვალური კიბო წარმოადგენს, რომელიც გეგმიურ მამოგრაფიებს შორის ვითარდება და შემთხვევათა 30%-მდე მეტ შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ულტრაბგერითი კვლევა ეფექტურია, სტაციონარული აპარატურის სიძვირე და სირთულე მის ხელმისაწვდომობას ზღუდავს. ამ ბარიერების დასაძლევად MIT-ის მეცნიერებმა შექმნეს რევოლუციური ტექნოლოგია, რომელზეც არსენ სეპისკვერაძე უფრო მეც მოგვითხრობა. მოგესალმებით, ლევან ნინი. როგორც ახსენე ნინი, თანამედროვე ულტრაბგერითი სისტემები არის ძვირადღირებული, მოცულობით დიდი და რაც თავარია, ისინი საჭიროებენ მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ ტექნიკოსებს. და ამ პარადიგმის საბრძანეთ MIT-ის მეცნიერებმა მინიატურული ულტრაბგერითი სისტემა შეიმუშავეს, რომელიც ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პრაქტიკას რადიკალურად ცვლის. Arsen, ზომას გავუსვი ხაზი რომ არის მინიატურული, რა მასშტაბზეა საუბარი ამ წყობილობის? ხო, დღევანდელი პროტოტიპი, რომელიც ამჟამად გადის კლინიკურ კვლევებსა და ტესტირებებს, შედგება ორი ძირითადი კომპონენტისგან. პირველი ეს არის თხელი ულტრაბგერითი ზონდი, რომელიც თუ ზომა გვაინტერესებს, მაინც ადამიანის ხელის გულზე ეტევა და მეორე კომპონენტი ეს არის დაახლოებით smartphone-ზე ოდნავ დიდი დედაპლატა, რომელიც ამ 3D გამოსახულებას ამუშავებს. მაგრამ მეცნიერები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და მათი მიზანი არის ეს ტექნოლოგია, ეს მოწყობილობა ჩხილის ზომამდე შეამცირონ. და ეს ჩხილის ზომამდე შემცირებული სენსორი აპლიკაციის მეშვეობით დაუკავშირონ smartphones და თავად ეს ჩხილის ზომამდე შემცირებული სენსორი სტიკერის სახით შეიძლება რომ მიეკრას ადამიანის სხეულს და ადამიანმა მუდმივად და უწყვეტად შეძლოს საკუთარი ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი. როგორც ხვდები, სახლის პირობებში გამოყენება შესაძლებელი იქნება. კი, ანუ ზუსტადაც ერთის მხრივ ჰოსპიტალში თავის მხრივ იქნება შესაძლებელი ამ ტექნოლოგიის გამოყენება და ყველაზე დიდი უპირატესობა რაც არის ამ ტექნოლოგიის სახლის პირობებში შეიძლება მისი გამოყენება, რაც როგორც ახსენეთ, იმ მაღალი რისკ ჯგუფში შემავალი პაციენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგან სტაციონარული აპარატები ერთის მხრივ არის ძვირადღირებული და შესაბამისად მისით ჩატარებული პროცედურები არის ასევე ძვირი და არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, ლოდინის ფაქტორი, რომელიც ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტებისთვის. როგორ მუშაობს უფრო ეს ტექნოლოგია რომ მოგვიყვება? აი, კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ, რეალურად მეცნიერებმა შექმნეს პორტატული და იაფის 3D ეკოსკოპიის აპარატი. შენ ახსენე ლევან smartphone-თან დაკავშირების ფუნქცია, რომელიც არის სამომავლო პერსპექტივა და დღევანდელი ტექნოლოგია უკვე მხოლოდ ლეპტოპის ეკრანზე შეუძლია მოკლედ გამოსახულების გამოტანა და რაც თავარია, თვითონ ეს დედაპლატა, რომელიც 3D გამოსახულებას ამუშავებს, არის smartphone-ის ზომით კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ფასი არის ძალიან მცირე სტაციონარულ აპარატებთან შედარებით და შესაბამისად ამ ტექნოლოგიის შემუშავება არის გაცილებით იაფი. ნამდვილად ზოგადად ყოველთვის გვაქვს ეს პრობლემა ჩვენს დისკუსიებში, რომ ეს სამედიცინო სიახლეები არის ძალიან იმედისმომცემი, საინტერესო, მაგრამ რეალისტური წარმოდგენა ამის საქართველოში და ჩვენ ყოველდღიურ რეალობაში საკმაოდ რთულია. რაც ეხლა ახსენე ეს smartphone-ზე ადაპტირებული ულტრაბგერითი ვერსია საკმაოდ შემიძლია წარმოვიდგინო მაინც როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი. ლევან, მართალი ხარ და მეც სულ იმას ვამბობ ხოლმე შენს არსენ რომ მოდიხარ ჩვენთან, რომ სულ მოწვევ ეს ტექნოლოგიები იქნება თუ არა ხელმისაწვდომი ჩვენთვის. ეს თავარი კითხვა ჩემი მოსვლისას როდის გახდა? მაინტერესებს ხოლმე აი ფასის და ყველაფერს ეც ვამოწვევ, რაც ყოველდღიურობა შემოდის და ოქტომბრის თვე არის ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე, ვარდისფერ ოქტომბერს ეძახიან და ოქტომბერში სულ მიწევდა ხოლმე პერიოდულად სხვადასხვა სიუჟეტის მომზადება ქალებთან, რომლებიც ეს დაავადება დაამარცხეს. ძალიან სიამოვნებას ვიღებდი იმ თვალსაზრისით, რომ ეს ადამიანები იყვნენ ისეთი ძლიერები და ისეთი სიამოვნებდა ამ ქალების მოსმენა, რომლებიც საოცრად დადებითად იყვნენ მომავლის მიმართ განწყობილი და კითხვაც ჩემი ამაში მდგომარეობს, ახლა ხელმისაწვდომობა უკვე ვახსენე და რომელ დაწესებულებაში იქნება ხელმისაწვდომი და ვისთვის. კარგი კითხვაა ნინი, სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ მეცხრებთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამ კვლევის თანაავტორმა ჯანან დაღდევირენმა ზუსტადაც ამ კითხვას გასცა პასუხი და მისი თქმით ამ ტექნოლოგიის თავარი მიზანი მისი შემუშავებისას ზუსტად ეს იყო, რომ კლინიკურ პრაქტიკაში რაც შეიძლება მარტივად ინტეგრირებულიყო და იმ კითხვას რაც შეეხება, რომელ დაწესებულებაში იქნება ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომი, ერთის მხრივ ის იქნება მობილურ მამოგრაფიულ პუნქტებში ხელმისაწვდომი, ასევე ამბულატორიულ კლინიკებში და რაც თავარია ონკოლოგიურ ცენტრებში. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესოა ძალიან, დიდი მადლობა. ტექნოლოგიური სიახლეებისთვის.